არ მახსოვს მესის, ნეიმარს ან მბაპეს ეს გაეკეთებინოს, რას ამბობს ცნობილი მწვრთნელი კვარაცხელიაზე? ცნობილი ავსტრიელი სპეციალისტი რალფ რანგნიკი, რომელიც ამჟამად თავის ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს უდგას სათავეში, რამდენიმე დღის წინ ავტორიტეტული კატალონიური გამოცემა ის რედაქციის სტუმარი იყო და მოგვიანებით მისი ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო პარი სენ-ჟერმენთან დაკავშირებით დასმული შეკითხვა იყო, რომლის პასუხშიც რანგნიკმა ყველაზე დადებით კონტექსტში ხვიჩა კვარაცხელია მოიხსენია. რატომ მოიგო პარი სენ-ჟერმენმა მაინც და მაინც მიმდინარე სეზონში პირველად ჩემპიონთა ლიგა? ისინი უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში კოლოსალურ თანხებს ხარჯავდნენ და წარმატებას ზუსტად მაშინ მიაღწიეს, როდესაც მთავარი ვარსკვლავები წავიდნენ. ვერც მბაპემ, ვერც მესიმ და ვერც ნეიმარმა კლუბს ჩემპიონთა ლიგა ვერ მოაგებინეს და თქვენ გგონიათ ეს დამთხვევაა? არავით არ შემთხვევაში. მათ ვურჩევდი მაგალითი ხვიჩა კვარაცხელიასგან აეღოთ. ქართველი არის ფეხბურთელი, რომელსაც მაშინაც კი, როდესაც მისი გუნდი 4-0 იგებს და საფინალო სასტვენამდე 20 წუთია დარჩენილი, შეუძლია 60 მეტრი გაირბინოს და თანაგუნდელებს დაკარგული ბურთი დაუბრუნოს. მე არ მახსოვს მსგავსი რამ ნეიმარს, მესის ან მბაპეს გაეკეთებინოს.